დღეს გავიგებთ ვინ გამომყვება 10 დღით კვიპროსში, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროთ ისე, როგორც ჩვენს მოედანზე. შევკრიბეთ გამომწერები იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ არის კალათბურთის გურუ და ვინ შეუერთდება აჭარაბეთის გულშემატკივრების ნაკრებს. პირველი შეკითხვა: ვინ არის ჩვენი ნაკრების კაპიტანი? სწორი პასუხი იყო თორნიკე შენგელია. ვისაც ეს პასუხი არ უწერია, შეიძლება დავტოვოთ. მადლობა მონაწილეობისთვის ძალიან დიდი. მეორე შეკითხვა: მე რამდენად ასპარეზობს საქართველოს ევრობასკეტზე? მე მგონი ეს არაა ძალიან რთული. საქართველოს ევრობასკეტზე ასპარეზობს მე 6-ეთ. ვისაც არ გიწერიათ, ეს უნდა დავტოვოთ სამწუხაროდ. მესამე შეკითხვა: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვინ არის ყველაზე მაღალი კალათბურთელი? იფიქრეთ, დაწერეთ, ყველა მაღალია ჩემპიონატში. სწორი პასუხი არის გიორგი შერმადინი. ვისაც არ უწერია ეს, დავტოვოს სამწუხაროდ. მეოთხე შეკითხვა: რომელ წელს უმასპინძლა საქართველოს ევრობასკეტს? მორჩით ყველა? სწორი პასუხია 2022 წელი. არავინ არ გვტოვებს, როგორც ხედავთ, ყველა სწორად უწერია პასუხი. შემდეგი შეკითხვა: რამდენი ქვეყანა მონაწილეობს ევრობასკეტ 2025-ზე? სწორი პასუხი არის 24 ქვეყანა. ვისაც სხვა რაოდენობა გიწერიათ, უნდა დავტოვოთ სამწუხაროდ. ერთმა ადამიანმა დაგტოვა მხოლოდ 6 მოთამაშე აგრძელებს თამაშს. შემდეგი შეკითხვა: ევრობასკეტზე საქართველოსთან ჯგუფში არიან იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი და რომელი მეხუთე ქვეყანაა საქართველოსთან ჯგუფში დაწერეთ? ამ კითხვაზე სწორი პასუხი არის ბოსნია-ჰერცეგოვინა. ვისაც სხვა ქვეყანა უწერია, უნდა დავტოვოს სამწუხაროდ. დიდმა ნაწილმა დაგტოვა მოთამაშეების და დარჩენილია მხოლოდ 2 მოთამაშე. ფინალი გვაქვს ახალი სეზონიდან NBA-ს რომელ გუნდში ითამაშებს სანდრო მამუკელაშვილი. ერთი პასუხი გვაქვს, მეორე პასუხიც გვაქვს. გამარჯვებულის გამოსავლენად მეტი შეკითხვა აღარ დაგჭირდა. კალათბურთის გურუ არის და ჩემთან ერთად კვიპროსში 10 დღით მოდის დავითი. დავით, გილოცავ. სწორი პასუხი იყო ტორონტო რეპტორსი. შენ ხარ აჭარაბეთის გულშემატკივრების ნაკრებში მოხვედრილი. რა სიტყვი, შენი პირველი ემოციები რა არის? ძალიან მაგარია, უგუნესი მადლობა აჭარაბეთს და იწევს გულშემატკივრებს მთელი ძალით, ისე როგორც ჩვენ მოედანზე. მოვდივარ და მზად ვარ გულშემატკივრებს მთელი გულით. ოპა!